დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ვარ სანადირო წამოსული იხვზე და დღეს ვარ ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად. პირველად ვარ დღეს დავით შენთან ერთად სანადიროთ იხვზე. სეგუნასთან ერთად ვარ, ასევე სეგუნასთან ერთად მრავალჯერ ყოფილ ვარ. დღეს დავითას ასე თქვათ დებიუტი შედგება ჯანდარაზე და იმედი გვაქვს რომ კარგ დროს და კარგ ნადირობას გავატარებთ. ვინადირებთ დღე ტრადიციულად ფიტულებით, სასულე მანოკებით, გავახურებთ ფილტვებს. როგორია შემართება და мотиваცია ბიჭებო? თავარია იხმა გული არ დაგწყვიტოს. აბა დროებით შევცურეთ წარმატებები ბიჭებო. აბა თქვენით. წავედით. Bravo, Seguna, bravo. კატერივი დადიხარ რა ამ გამიშებში. აბა შენიცი მოკლედ ტრადიციულად ვიწყებთ ფიტულების განლაგებას. სადა ვართ? ხო, არ გაცდე. აი ამ კამიშს არ გაცდე დავით. ამ კამიშთან იტრიალე. მოკლედ. ხო, აი ესეთ ადექი და აი ამ დერეფნებს ავაკეთე. ხო, არა. რა უშავს, წავგვიყვანოს აგერ. ერთი ასე. ხო, კარგია. მოკლედ დღეს მეგობრებო, ისე ვინადირებ ბრაუნინგ მაქსუს 2-ით და დღეს გამოვიყენებ ლამბროს BPS-ის ვაზნებს და ლამბროს ასპეციალებს BPS-ის ვაზნებს და ასევე გამოვიყენებ ფიოკი, რა ვიცი, ეს იტალიური ვაზნები. ფიოკი 34 გრამიანი და იაფის ვაზნები. 34 გრამებში ვიმოძრავეთ, მოკლედ. დავიწყებთ ფიოკი და იაფის ვაზნებით ნადირობას. ნახოთ აბა, მერე ლამბროებზე გადავალთ უკვე დღისით რომ ვინადირებ. ასე შემდეგ. 5 ნომრები, რა თქმა უნდა, იხვზე. ჩემთვის შეუცვლელია. სეგუნა უკვე ნერვიულობს, აბა. აი, ჩავაქრე ფანარი. ჩავაქრე დავით. ეხლა დადგა ფილტვების გახურების ჯერი. ჯერ ღამე. იყო. დატრიალდა. შორია კი ვხედავ, მაგრამ ჩამოვარდა, დაჭრილია. ურა მოხსენი, დავით, დაინახე, სად მოხსენე? დამატება მინდოდა და რუჩკები არ წამოედოს. რა არის ეგუნა? კები. ეხა დააკონტროლკება შეიძლება დაგჭირდეს. ეგერა. უეჭველი, ხო, ანუ თავში
სანამ დაყვითავს გეტყვი როდის დავა ესროლე ეგა რატოვია არა ბიჭო აცილე აია всё ოპა დადა არიქა ეხლა ეს არ დავკარგოთ ეგ არის თეთრშუბლა იხვია თეთრშუბლა წავედით თავზე სამი ცალი როგორ აცილე თავზე ბიჭო არა მე გავატარე იმიტომ რომ იმისკენ მიდიოდა Z თავზე ნა ეგერ ჩაჭდა სამი ცალი ჩაჭდა ბიჭო ეგ სამი ზის ეს ერთი ორი ეგარი ორივე მოგხსენით არიქა ორივე სასრაფო ხემატებელია არა ეგ თავი მაგას დაბრედილი ეგ შანსი არა აი ის დავай გასulis რო თხილად რა ორი მოგხსენით ის სად არის ბიჭო ის წავიდა ეს ის არ წავიდეს აი ეგერა წინ ხედავ ჩაყვინთა დაამატე ამოყვინთავს ახლა მე ვაზნები გამithავდა მაგით ამოყვინთავს საწავა იქვე ამოყვინთავს აგი სად ამოყვინთავს აი ხო და მაგითო გითხარი დამთავრდა მაგის ეგარი ორი ცალი დედალია ხო? და ხაზარულა ხო? ოპა დედალი ხაზარულა რა კაია რა კაი ეს უკეთესი დედალია აი ჩაფოთქონებულია უკუნა ესეც ასე Bravo! კარგი იყო. ეს შედეგიანი იყო ბატონო დავით. ზეგუნა მოინადირა ერთი ცალი. ხაზარულა იხვი. ჰა? დედალია? კაი დედალია. აიყო დღეს დედლებს დაერიეს ეგუნა? ჰა? დავერიეთ? არ დავინდეთ? მაგარი დედალია ზმო, მაგარი. ჩაფოთქონებულია. ჩაფოთქონებული მესამე დედალი. სადა?
სეგუნდასთან მიდის. ესა? არა, დუქნე რაღი. იქ ჩავიდა სეგუნდასთან. იმენა ჩაშდა მაგის. დარია? უსულოთა? ფორტიალო, დედა. დაჭრილიაო, წავედით. გავიდეთ. არ შეგასწროს. კიდე. ესე იგი მეგობრებო, დასრულდა დღევანდელი ნადირობა. დღეს საკმაოდ კარგად ვინადირეთ. რა სიტყვი დავით, დღეს წელს პირველი გასვლა შენი. და ფიქრობ, რომ საკმაოდ შედეგიანი და ლამაზი იყო თან. და კარგი ისეთი ეფექტური ნადირობა გამოგვივიდა. მინდა აღვნიშნო, რომ წყალსაცავზე იხვი დილით გადაფრენაზე არ იყო, მაგრამ მერე პერიოდულად პატარ-პატარა გუნდები მოძრაობდა 1, 2, 3, 4 წლიანი დიდი გუნდები არ შეინიშნებოდა, მაგრამ ისე კარგად ჰქონდა განლაგებული ჩვენი ფიტულები და ჩვენი აღჭურვილობა, რომ ეფექტი ეფექტური იყო, შედეგი გამოიღო და აგერ სახეზეა მონადირებული 6 იხვი. მე პირველად მოვინადირე ესეთი თეთრშუბლა იხვი და დანარჩენი 5 ხაზარულა იხვი, 1 მამალი, 4 დედალი. დღეს რატომღაც დედლები ასე ვთქვათ, შემოხვდა და ნაკლებად იყო მამალი ხაზარულა იხვები და 1 ცალი სეგუნა მოინადირა მელოტა წლის ქათამს რო ეძახით. აგერ ჩვენი სახეზია ჩვენი ხაზარულა იხვები 5 ცალი და 1 თეთრშუბლა. საკმარისია. ვინადირეთ, კარგი დრო გავატარეთ ბუნებაში. ავალაგეთ ჩვენი აღჭურვილობა. მინდა აღვნიშნო, რომ დაძახებას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. აი, რომ დღე ნადირობის დროს იხვზე დაძახებას საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება ჭირდება. ხანდახან ემოციები ჭარბობს, მაგრამ როცა უკვე დასტაბილურდები, ვაბრუნდება კი უნდა მიშეაგინობა და ასე რომ შანსი კიდე გქონდა, ალბათ ერთი მინიმუმ კიდე 4 ხვი უნდა აგვეყვანა, მაგრამ ერთი გაპუტული უნდა ჩავა. ვერ მოვინადირეთ, სეგურამ ბევრი გამაზა. ჩვენ წავაცილეთ, კი. ჩვენ წავაცილეთ, ზოგი ანუ გვიან დავინახეთ. ერთი სიტყვით, კარგი დღე იხვზე ნადირობა გამოგვივიდა. ყველას მინდა მოგიწოდოთ, რომ ვინადიროთ, მეგობრებო, დღის ნათელ მონაკვეთში, ღამე დაუტოვოთ იხვს არსებობის, გადარჩენის, გამრავლების საშუალება და ნადირ ფრინველს ჩვენს სანადირო არეალში დაუტოვოთ არსებობის უფლება რა. არ არის აუცილებელი. ხო, ზომიერება უნდა დავიცვათ, რა თქმა უნდა. და კანონი დავიცვათ, ღამე ნუ ვინადირებთ, არ ვიბრაკონიეროთ, მანოკით და ელექტრომანოკით და ფარით და დავიცვათ კანონები. არა ბრაკონიერობას, რა თქმა უნდა. დღეისათვის სულ ეს იყო, მინდა პატიოსან მონადირეებს კარგი სეზონი გისურვოთ. დღეს კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. კარგად.